2013 წლის ოქტომბრის 11-ს ფრანსუაზ მიშო გარდაცვლილი იპოვეს მის ბელგიურ მამულში. ერთი ტყვია თავში და ბრძოლის არანაირი კვალი. ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი. მკვლელი უცხო ადამიანი არ იყო. ფრანსუაზა ამ სოფლის მამულში ცხოვრობდა თავის მეუღლე ივთან ერთად. როგორც მდიდარი მემკვიდრის მესამე ცოლი, ის მშვიდ და ფუფუნებით სავსე ცხოვრებას ეწეოდა. გრანდ მანორი, თავშესაფარი იყო, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა. ივის გარდაცვალების შემდეგ 2000 წელს 11-ში ფრანსუაზე მარტო დარჩა და პენსიაზე ცხოვრობდა. დაძაბულობა გაიზარდა, მწარე მემკვიდრეობის დავამ ოჯახი გახლიჩა და ფრანსუაზე უნებლიეთ სამიზნე გახდა. მისთვის უცნობად მზადდებოდა შეთქმულება, რომ მას არასოდეს მიეღო ის, რაც კანონიერად ეკუთვნოდა. და ოქტომბრის 11-ის ღამეს 2013 წელს გეგმა მოვიდა, სრულად განხორციელდა. 72 წლის ასაკში ფრანსუაზ მიშო საკუთარ სახლში მოკლეს. დამნაშავე სცენას სახლში შეჭრად წარმოაჩენს, მაგრამ პოლიციამ სწრაფად აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომლებიც წინასწარ დაგეგმილ დანაშაულზე მიუთითებდა. დიდი ხნის შემდეგ პირველად ისევ ვიგულო ჩემს სამშობლოში, ბელგიაში და ძალიან საინტერესო ადგილი ვიპოვე, რომელიც აქვე ახლოს მდებარეობს. ამ ადგილის მფლობელი ერთ-ერთმა მემკვიდრემ მოკლა. და სახლი საკმაოდ შემზარავია, რაღაც უცნაური აურა აქვს, მაგრამ ეხლა შევამოწმებ და ვნახავთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ისტორია აქვს ამ ქონებას. კარგი, წავედით, შევამოწმოთ. ბელგიაში დილაობით ჯერ კიდევ ძალიან ცივა. ეს ადგილი კი პირდაპირ გვერდით მდებარეობს. აქვე რაღაც ბუნების პარკია. Okay, we're on the property. აქ გვერდით კიდევ ერთი სახლია. რომლის შესახებაც წარმახება წარმოდგენა არ გვაქვს რა არის. სრულიად არ ვიცით, მაგრამ სახლი, რომლის სანახავადაც მოვდივართ. აქვეა კუთხესთან ეს სახლია და ეხლა მიტოვებულია 2011 წლიდან და ამ დროისთვის მთლიანად ბალახითაა დაფარული. შეხედე ამას. შეგიძლია დაინახო, რომ არავინ. აქ აღარავინ მოდის. კარგი, მოდი ვნახოთ ეს ადგილი და გადავიღოთ ეპიკური ვიდეო ამის შესახებ. ამ მშვენიერი დილაა ბელგიაში და ეხლა ჩემს ქვეყანაში ხშირად აღარ მოგზაურობ, მაგრამ უფრო ხშირად უნდა გავაკეთო ეს, რადგან ასე ვხედავ ჩემი ქვეყნის სილამაზეს. მაგრამ ადგილი, რომელიც დღეს თქვენთვის გვაქვს, დიახ, როგორც ამბავში გაიგეთ, სილამაზე მხოლოდ იქ არის. რაც უფრო დიდხანს ვრჩები აქ, მით უფრო მეც ვიგებ ამ ადამიანებზე და მათ ისტორიაზე. მაგრამ რაც უფრო მეც ვიგებ, მით უფრო ბნელი ხდება ყველაფერი. მოდი გავხსნათ რამდენიმე საიდუმლო, სანამ ამ ადგილს დავათვალიერებთ. უკანა ეზოდან აშკარად ჩანს, რომ უნდა გამოვასწრო შეცდომა. ადრე ვთქვი 2011, მაგრამ სინამდვილეში ეს ადგილი მიტოვებულია 2013-დან, როცა ფრანსუა ონორის დედინაცვალი მოკლეს ტყვიით თავში, სწორედ ამ სახლში, ამ მამულში. ძალიან სამწუხარო. აქვე, ამ ტერიტორიაზე არის ეს სახლი. და ნამდვილად არ ვიცი რისთვის გამოიყენებოდა. გარშემო ღობეა, როგორც ხედავთ, მაგრამ ის რაღაც დაწესებულებას გავს და მე არ ფიქრობ, რომ ეს თავად სახლის ნაწილი იყო. აქვე არის ის ღობე და ყველაფერი და როგორც ჩანს, საერთოდ არ ეკუთვნის ამ საკუთრებას. მაგრამ კი, ევი, ფრანსუა და მისი მამა ყველანი ძალიან დიდრები იყვნენ. ის რკინის ინდუსტრიაში მუშაობდა და როგორც ხედავთ, სამმაგი ავტოფარეხი, ლამაზი მამული, ბელგიის სოფელში. მათ ბევრი ფული ჰქონდათ დასახარჯად. მათ ესპანეთშიც კი ჰქონდათ სახლი, რომელიც ესეთი ბევრი რამ აღმერთო ჩემო. ვერც კი შევამჩნიე, რომ აქ მანქანა იდგა. ვაუ, ეს საკმაოდ კარგი მანქანა. აქ ულუო 360 ყავს.
არა XC90 ბოდიში. ეს Volvo-s ერთ-ერთი უფრო პრემიუმ მოდელია. ვაუ. ნახე ღია თუ არა. ამერთო ჩემო, მანქანა ისევ ღია, ისევ აქ დგას. ჯერ კიდევ ძალიან კარგი სუნი აქვს, ცოტა სიტყვები არ მყოფნის ამ მომენტში, თითქოს მთელი ეს მანქანა და ყველაფერი ისევ აქ დგას. ალბათ თუ გასაღები გაქვს, ეხლაც კი დაქოქავ და წამში წაიყვან. ბევრი რამ დარჩენილია აქ გარაჟში. რეტრო მაცივარი, რამდენიმე ავეჯი, მთელი ხეც კი არის იქ, მაგრამ შოკში ხარ და სიტყვები არ ყოფნის ამ მანქანის გამო, რომელიც აქ დარჩა. საბურავებში ჯერ კიდევ ჰაერია. მანქანა ზუსტად ისეთია თითქოს 10-15 წლისა იმ დროიდან, როცა ეს ადგილი ბოლოს იყო დასახლებული, სანამ ეს საშინელი რამ მოხდებოდა. კარგი. სანამ სახლთან უფრო შორს წავალთ, აქ ამ მხარეს კიდევ ერთი გარაჟი იყო. ოდა ეს უფრო გარაჟზე მედია, უფრო საცხოვრებელ სივრცეს გავს. აქ კიდევ რამდენიმე შეკრული წიგნი დევს. დოკუმენტები ალბათ ბიზნესიდანა. ხედავ აქ წერია 1921 წელი დოკუმენტებზე არა 1991. ერთი ეს ძალიან დიდი ხნის წინ იქნებოდა. 1991 წლის ლიტერატურა და ყველაფერი აქ ქვემოთაა. აქ შხაპიც კი არის. ხო, ეს ასე გამოიყურება, თითქოს ადგილი იყო, სადაც ისინი მუშაობის შემდეგ იბანდნენ, ან პატარა სახლი, სადაც ვინმე შეძლდა ეძინა. დიდი ქილა. პლატოს მწვანე თუთია, ასე წერია აქ. არ ვიცი ეს რას ნიშნავს. და შეხედე დილის სილამაზეს აქ. თითქოს ნისლი ტრიალებს ირგვლივ და ამ ყველაფერს დამატებით იდუმალ ატმოსფეროს აძლევს. მიყვარს დილით მიტოვებულ ადგილებში ხედიალი ამას აქვს ესეთი. რაღაც მსგავსი რაც ახლა აღწერე, განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს და განსაკუთრებით ესეთი ისტორიით, ძალიან მისტიკური, მითიური განწყობაა და მართლა ისე გძნობ თავს თითქოს ფილმში დადიხარ. ეს ძალიან ლამაზია. მაგრამ აქ უკვე შეგვიძლია დავინახოთ პირველი მტკიცებულება იმისა, რაც ამ ადგილას მოხდა. ჯერ კიდევ არის ძველი პოლიციის ლენტი. აქ კიდია გვერდზე და ეს იმ დროიდანაა, როცა ფრანსუას ცხედარი ამ ადგილას აღმოაჩინეს 2013 წელს. უკვე 12 წლის წინ. ამ ეტაპზე გარედან ეს ძალიან ლამაზი სახლია, გულწრფელად რო თქვა, სიამონებით ვიცხოვრებდი აქ, მაგრამ არათუ სახლში მკვლელობა მოხდა. კარგი, მოდი შემოვიაროთ. ეივ. ანას მამა, ისიც ძალიან გადაცებული მონადირე იყო და ალბათ სწორედ ამიტომ ცხოვრობდა აქ. ეს ადგილი ცნობილია მონადირეებისთვის ხელსაყრელი პირობებით. აქ ბევრი მონადირე ცხოვრობს და აქვთ თავიანთი სახლები. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა აქ გადმოსვლა, რადგან ევის ოჯახი ისედაც ძალიან მდიდარი იყო, სანამ ის დაიბადებოდა. მისმა მამამ უზარმაზარი ქონება დააგროვა და ბევრი დაუტოვა. როგორც მე მგვიდრეობა, შეგიძლიათ ნახოთ კარზე, სადაც წერია, რომ ეს ადგილი პოლიციის მიერ არის დაცული და ეს სტიკერი წლების განმავლობაში გახუნდა. წერია, რომ აქვს სიგნალიზაცია, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ეს უკვე აღარ შეესაბამება სიმართლეს. და ახლა ხარ შევამოწმე, რომ ამ ეზოში, რომელიც სახლის წინ არის, ვერ შევალთ. ასე რომ შეგიძლიათ სწრაფად შეიხედოთ შიგნით რა არის იქ. ცხენის უნაგირი. ჩემი ფანარი ხელს მიშლის, უბრალოდ გადავწიო ცხენის უნაგირის უნაგირი, კარადა, რაღაც ქაღალდები და უბრალოდ სხვადასხვა ნივთები აქრია. ამ ეზოსთან დაკავშირებით კიდევ შევნიშნე, რომ კარზე, ხო, კიდევ ერთი პოლიციის სტიკერი აქვს გვერდზე, ასე რომ ფაქტობრივად ყველა კარი ამ ადგილას დალუქულია. და ამ ყველაფრის გაკეთებისას მათ ანას წინააღმდეგ 8 მტკიცებულებაც იპოვეს.
რადგან მან რა თქმა უნდა თავად არ ჩაიდინა დანაშაული, არამედ ვინმე დაიქირავა, რომ მისთვის ჩაედინა. უბრალოდ მინდოდა რომ შეგეხედათ. ამ ქონების სილამაზეს უკანა მხრიდან. როცა კარები ღია იყო, ხალხი აქ უკანა მხარეს იჯდა და ზემოთ ტერასაზე მათ ამ საოცარი ხედით ტკბებოდნენ ამ სოფლის, ამ ტყიანი ადგილის. აქ უკან. ძალიან ლამაზია და როგორც თქვი, განსაკუთრებით დილით. ახლა კი კარგი. ძალიან მოსახერხებლად ვიღაცამ პალეტი აქ დააწყო და ფანჯარა ფართოდ არის ღია, რომ შევიდეთ ამ შენობაში. როცა ის გარდაიცვალა 2011 წელს, თავისი ქონების ნახევარი დაუტოვა თავის ქალიშვილ ანას, ხოლო მეორე ნახევარი ცოლს, ფრანსუას. მიუხედავად იმისა, რომ ანა მემკვიდრეობით მიიღო ვილა ესპანეთში და 1,5 მილიონი ევრო, ანამ თავისი დედინაცვალი დაინახა, ქონებაზე სრული კონტროლის დაბრკოლებად. ანას ღრმა კავშირი ჰქონდა ედუარდთან, ცნობილ კრიმინალთან და ყოფილ პარტნიორთან. შემდეგ გაირკვა, რომ ეს კაცი ბელგიელი კრიმინალების ყველაზე ძებნილთა სიაში იყო. 2012 წელს მათი ტოქსიკური ურთიერთობა განახლდა სასოწარკვეთისა და სიხარბის გამო. ერთად მათ დაგეგმეს ფრანსუაზის მოცილება. ანა ედუარდს იარაღი მისცა, ამტკიცებდა, რომ ეს დაცვისთვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი კრიმინალური ქსელი არსებობდა, მათ გრიგორი დაიქირავეს, წვრილმანი დამნაშავე, რომელიც მზად იყო ფულიანი დავალებისთვის სასახლეთი გამოეწია. 2013 წლის ოქტომბრის 11-ის ღამეს მან გეგმა განახორციელა. ფრანსუას საკუთარ სახლში ცივი სისხლით ესროლა. მაგრამ მკვლელებმა შეცდომები დაუშვეს. პოლიციამ სწრაფად შეაგროვა მტკიცებულებები. ანას დნმ სიგარეტის ნამწვავზე შემთხვევის ადგილთან ახლოს, იარაღის ნარჩენები მის მანქანაში და ფინანსური კავშირები ედუარდსა და გრიგორთან. მათ შემთხვევის ადგილი ისე გააფორმეს, თითქოს ძარცვა ცუდად დასრულდა, მაგრამ სასამართლო ექსპერტიზამ მათი ალიბი გაანადგურა. დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი და ანა ყველაფრის ცენტრში იყო. უბრალოდ მინდა გითხრათ, თუ ჯერ არ გაქვთ ნახული, გადახედეთ ვებგვერდს, რომელიც აღწერაში ემითთებული, რადგან ახლა ვქნით ახალ მერჩს. როგორც ჩვენი ორიგინალური Bros of Decay-ის მერჩი, მაგრამ ასევე გვაქვს სხვადასხვა ტიპის მერჩიც, გვაქვს ჯიქები, ქუდები, ტელეფონის кейსები, ყველაფერი რაც შეიძლება მოგეწონოთ და ეს ნამდვილად დაეხმარება არხს. მინდა ესეთი ისტორიები დავაფიქსირო და სწორედ ესეთი რაღაცები ხდის შესაძლებელს Bros of Decay-ის არსებობას. ასე რომ გადახედეთ და ეხლა გადავიღოთ ეს. საოცარი ადგილი აქ. მათ ძალიან დიდი მისაღები აქვთ. როგორც ხედავთ, შესანიშნავი ღია სივრცეა, სადაც ოჯახი ერთად შეიძლება იყოს. და თუ ეს ბედნიერი ოჯახი იქნებოდა, აქ ბედნიერი მოგონებები ექნებოდათ. მაგრამ ნამდვილად არ ფიქრობ, რომ ეს ძალიან ბედნიერი ოჯახი იყო. ანა ევას ქალიშვილი სერიოზულად იყო ჩართული დანაშაულში და ბევრი დანაშაული ჩაედინა. აქ უკვე პირველი სურათიცაა მისი ყოფილი მეუღლის პერიოდიდან. არ ვიცი რომელი დროიდანაა ეს სურათი ან ვინ არიან ამ სურათზე გამოსახული ადამიანები. შეიძლებოდა ფრანსუა და ანა ყოფილიყვნენ, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა. იმიტომ რომ ის ბევრად უფროსი იყო, ვიდრე ის ქალი, რომელსაც აქ ხედავთ. სურათის მარჯვენა მხარეს ბევრი ციგნი და სიგარის ხუთია. აქ ისევ დარჩენილია. რა შეიძლება იყოს ეს? რა არის აქ შიგნით ასე ჩანს? სავარაუდოდ ცეცხლის ასანთები ან რაღაცა მსგავსი. რა თქმა უნდა, პირველი რასაც კედელზე ხედავთ არის სანადირო ქუდი და აქვე დგას ლამაზი ავეჯიც. მოდით ამ ნახატს შევხედოთ. ეს ნამდვილი ნახატია. ვაუ, ხელმოწერილია ვინმეს მიერ. ლიბედი 1962 აქ ასე წერია. ვაუ. ეს ერთ-ერთი ფრანგული რბილის გამია. ლამაზია და ასევე ჩანს, რომ რაღაც მომენტში ბევრი ჭურჭელი უკვე ალაგებულია და სახლშიც ბევრი ნივთის ალაგება უკვე დაწყებული იყო. არ ვიცი ვინ ან რატო, მაგრამ მას შემდეგ რაც ფრანსუა გარდაიცვალა, აქ აღარავის უშვებდნენ. კითხვა, რომელიც ახლა საკუთარ თავს დაუსვი და კითხვა, რომელიც ლეონსაც დაუსვი არის, მაგალითად თუ ვინმეს მოგლავ, თუ საკუთარ ოჯახს მოგლავ, მაინც რჩები მემკვიდრეთ იმ ყველაფრის, რაც დარჩა. რადგან ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენებოდა, ვინმეს ბოროტულად მოგლავ და მაინც მიიღებ ფულს. ის სამუდამო პატიმრობაში წავიდა, მაგრამ მაინც მიიღო ფული და ამ კონკრეტული სახლის ფლობელიც მაინც გახდა. ეს ის კითხვა, რომელსაც აქ ყოფნისას საკუთარ თავს უსვამ.
იცი, დოკუმენტები და ბევრი სხვა რამე დარჩა. ესა გადაინაცვლებს ძალიან ღია სივრცეში, სადაც კიდევ უფრო მეტი ლიტერატურა და წიგნები დარჩება. ძალიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობდნენ და მრავალი ბიზნესი ჰქონდა თავიანთ. ცხოვრებაში. ეს ძალიან უბიანი. იხვები, რა თქმა უნდა, ბევრი იხვი. ჯერ ეს ჭახი არ მიჩვენებია, რომელიც აკიდია, სპილენძის თევზები. ცერის. მაგრამ ასევე ლოჟის არქიტექტურაც. სასახლის, ან როგორც კიდე დაარქვით, იმ სახლს, სადაც ეხლა ვიმყოფებით, არქიტექტურაც მართლა ძალიან ლამაზია. ხის ღია კოჭები, საყრდენი კოჭები, რომლებზეც კიდევ დიზაინია დატანილი, ძალიან შთამბეჭდავია. ვაუ. ესენ ძალიან მოწონს. იესო ქრისტეს ჯვარცმა აქა აღმერთო ჩემო. ისევ ბევრი ალკოჰოლის ბოთლია. მართლა ვფიქრობ, რომ ეს იყო ევი. ოჯახის მამა. ვაუ. ჩვენ კიდევ ბევრ ფოტოს ნახავთ, როცა სახლში ზევითავალთ. და ეს ფოტო რეალურად 2012-დანაა, მაგრამ დაბეჭდილი 2012-ში. დიახ, ეს შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. ის გარდაიცვალა 2 წლით ადრე, სანამ მისი საყვარელი ცოლი ფრანსუა მოკლავდნენ. შეხედე იმ თეფშებს იქ მაღლა, ისინი ამ ხის ფიცარზე დგანან. და აქ ჰქონდათ დიდი საცხოვრებელი სივრცე, ლამაზი ადგილი, აქ დივანი, ცეცხლით შეეძლო დაენთოთ, ალბათ კუთხეში ტელევიზორიც ედგათ. და როცა ესენი იყო, როცა ეს ჟაუზები გახსნილი იყო, შეეძლოთ მთელი ეზო დაეთვალიერებინათ და სახლის გარშემო ბუნებით დათქმენ. მთელი მაგი და სავსე ჭიქებით როგორც ხედავთ. ნამდვილად უყვარდათ ბუები. მათი ყველა ნივთი, ფეხსაცმელი, ჩუსტები, ყველაფერი დარჩა იმ დროიდან. კიდევ ერთი ასეთი ყუთი თლიანად სავსეა ნივთებით. მოდით ამ კუთხეს შევხედოთ, რადგან ძალიან საინტერესო და სავსეა. კიდევ ერთი ბუ როგორც ხედავთ. დიახ, ბუები ნამდვილად თემა ამ სახლში. აი კიდევ ერთი. ბუებია ყველგან. დიახ, ეს ძველი სამჭედლო ქარხანაა, რკინის ქარხანა. მისი მამა იყო ამ რკინის ქარხნებიდან ერთ-ერთი მფლობელი და მან საკმაოდ დიდი თანხა იშოვა. როცა იუმმა გარდაიცვალა, მან მემკვიდრეობა დაუტოვა თავის ცოლს ფრანსუას და თავის ქალიშვილ ანას. ანამ უკვე მიიღო მემკვიდრეობის ნახევარი, ამიტომაც კიდევ უფრო უცნაურია, რომ მან გადაწყვიტა თავისი დედინაცვალი მოეკლა. მან მათ დაუტოვა სახლი ესპანეთში, ეს სახლი 1,5 ევრო, კიდევ 9 მილიონი შვეიცარიულ ბანკში. მან მათ ძალიან ბევრი ფული დაუტოვა, მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. მოდით ვნახოთ, რას პოულობთ აქ ქვემოთ. აქ გვაქვს ყუთი, სავსე იმ კასეტებით. ამათ ხშირად ვეღარ ხვდებით, Nat King Cole. საუკეთესო კოლექცია. ლამაზია და ეს არის ლუდის ბარათები, როგორც უწოდეთ. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბელგიური ლუდის ბრენდია, კრისტალი. ძალიან კარგი ვუდია, თუ ოდესმე გინდათ გასინჯოთ, თუ ოდესმე ბელგიაში მოხვდებით, აუცილებლად გასინჯეთ. და აი აქაც ჩანს, რომ მათ ნამდვილად უყვარდათ მაგარი სასმელები, როგორც ხედავთ. ვაუ, ამ ნატურას საერთოდ გამოტოვე. მართლმსაჯულება სწრაფად აღსრულ და გამომძიებლებმა მკვლელობის შეკვეთის სქემა გამოავლინეს, რამაც ანა და ედუარდის დაკავებამდე მიიყვანა. ზეწოლის ქვეშ გრიგორი მაღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაგეგმა ანამ ეს გეგმა. სასამართლოში მტკიცებულებები უეჭველი იყო. მისი უარყოფის მიუხედავად, ანა დამნაშავედ ცნეს მკვლელობის შეკვეთაში. 2015 წელს მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ედუარდს 30 წელი. საქმის დახურვის შემდეგ ერთი სიმართლე რჩება. ფრანსუაზ მიშოს ცხოვრება დაიპყროს სიმდიდრემ, ღალატმა და დაუნდობელმა სურვილმა. ძალაუფლებისკენ. მართლა იგრძნობა, რომ აქ, საცხოვრებელ სივრცეში, ადრე მეტი რამ იყო. ეხლა კი ასეთი დიდი ცარიელი ადგილია და ერთადერთი რაც აქ დარჩენილია ეს ქვა.
მგონი ეს არის ტახის ტყავია თუ არ ცდები, ხო, ეს ალბათ ტახის ტყავია. ნამდვილად ბევრი რამე გამქრალა ამ სახლიდან დიდი ხნის წინ. ეს რა არის აქ უკან? ვა, ალბათ არ უნდა დავრეკო. მაგრამ აქ სინამდვილეში ზარია ჩამოკიდებული. ვაუ, ეს საოცარია. ისევ იგივე ევის სურათი, ისევ კედელზე კიდია. ბევრი ფაიფურის თეფში ლამაზად მოხატულია, როგორც ეს ჭიქები აქ ქვემოთ. და ყველაფერი ისევ ამ ადგილას დარჩენილია, ძალიან მიყვარს ეს. ისევ იხილება იხვების თემა, აქ ქათმებიცა, სუპის ქილა. ვაუ. არაფერი. ყველაფერი ისევ აქ არის. ვერცხლის დანაჩანგალი და ყველაფერი. ეს ირმის რქებისგანაა გაკეთებული, ვაუ. მოდით ვნახოთ რა გვაქვს გარადაში. თეფშები და ყველაფერი ისევ აქ არის დარჩენილი. ყველა ფაიფური ჭურჭელი. და აქ ოთახის შუაგულში იყო მათი სასადილო სივრცე. ისევ ის წითელი ველვეტის სკამები ბრუნდება. ზემოთ კი მშვენიერი ჭაღია. და სასადილო მაგიდა ისევ 5 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს 5 ადამიანი, არ ვიცი, მაგრამ ისინი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანები იყვნენ და ხშირად ბევრი სტომარი ყავდათ აქ როგორც გავიგე, ასე რომ შეიძლება მაშინ ბოლო წვეულებაც ჰქონდათ. კიდევ ერთი კედელი სავსეა ფაიფურის ჭურჭლით. ლამაზი ქილები კიდია აქ სხვადასხვა ზომებში. ქვედა ნაწილზე თითქოს ხელმოწერაც აქვთ, ზუსტად არ ვიცი რა არის. ამ ქილებზე სპილენძის ეფექტი აქვს, ძალიან ლამაზია სპილენძის ელფერით. შეხედე ამ ბიუსტს, რომელიც აქ დგას. არაფერი წერია მასზე. არაფერი. კარგი და აქ კუთხეში ძალიან დიდი კარადა დგას, სავსე წიგნებით, ისევ ლიტერატურა. კიდევ ერთი ტახის სკვადზე ფსაქიატაკზე. აშკარად ჩანს, რომ ეს კაცი. მას უყვარდა ნადირობა. და ეს აშკარად ჩანს მთელ ამ სახლში. რა მშვენიერი ადგილია. მართლა მომწონს ეს მისაღები ოთახი, ძალიან ლამაზია. ეხლა ხან დავინახე, რომ კარის ზემოთ კიდევ ერთი გერბია, რომელზეც ირემია გამოსახული. აქედან კი პირდაპირ შემდეგ ოთახში უნდა გადავიდეთ, რომელიც, როგორც ვფიქრობ, სახლის დერეფანია. და დავინახე, რომ აქ ჩემს უკან კიდევ ერთი ოთახია. შეხედე იმ ნიჟარას, ვაუ, რა ლამაზი ნიჟარა, შესანიშნავად გაკეთებულია. და ტუალეტიც იმავე სტილშია, ვაუ. ეს დაუჯერებელია. ეს ნამდვილი სტილია ამ ადგილას. და კიდევ ერთი სანადირო ქუდიდევს აქ ტუალეტის ზემოთ. დერეფანი ისევ ისეთი ჩანს, თითქოს რაღაცებს გადაადგილებენ და რაღაცებს სახლიდან გარეთდებენ. ერთი რამ, რაც აქ კუთხეში შევნიშნე, არის ეს ქანდაკება, რომელზეც წერია წმინდა ივი. ასე რომ ეს კაცის სახელია, რა თქმა უნდა. ეს წმინდანია, ვაუ. და ასევე ეს ტიპური რამ, რასაც მიტოვებულ ადგილებში პოულობდა, რაც ალბათ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ სახლში აქვს, ეს არის ტელეფონის კუთხე. მაგრამ ჩვენი ახალი თაობებისთვის, საიდანაც მე ვარ და ჩემზე უფრო ახალგაზრდებისთვის, ეს სრულიად უცხოა. მაგალითად, ტელეფონი იდგეს სპეციალურ სადგამზე სახლის კუთხეში. ალბათ ფაქსის აპარატიც კი ან დააგვირდით მოდემს Wi-Fi-ით. აქვე პატარა მონეტაც დევს. 1 ცენტი, 1 ევრო ცენტის მონეტა და ასევე პატარა ნიჟარების კოლექცია. ეს ძალიან საინტერესოა, გვერდზე მარჯვენა მხარეს მარჯნის ნაჯერია მიმაგრებული. ვაუ. ყველაფერი ლამაზად დავაბრუნოთ თავის ადგილზე, ხო? როგორც თქვი, აქ კუთხეში ბევრი რამ დევს. მოდით კარადას ჩივნითაც შევხედოთ, აქ ისინი სახლიდან გასვლისას თავიანთ ქურთუკებს ინახავდნენ. რამდენიმე გადახვეული კამერა, რენო პანორამა. აქ კიდე ბევრი რამ დარჩენილია. აქ ასევე საკერავი მანქანაც არის. ეს იყო სახლის წინა შესასვლელი. ზემოთ კი გერბიც კი იყო.
არ ვიცი ეს ოჯახი ალბათ არ იყო არისტოკრატული, მაგრამ ისინი საკმაოდ შეძლებულები იყვნენ, ასე რომ ნამდვილად ჰქონდათ დიდი გავლენა ბევრ ადგილას, კედელზე კი მცირე დეგრადაცია. სახლი ოდნავ ინგრევა, მაგრამ მაინც საოცარ მდგომარეობაშია იმის მიუხედავად, რომ 10 წელია მიტოვებულია. აქედან შეგვიძლია სამზარეულოში შევიდეთ, მაგრამ ჯერ მინდა ამ კარადაში შევიხედო. რაც ძალიან უცნაურია, რადგან ახლახან შევიხედე შიგნით და სინამდვილეში რაღაც მსგავსი. აქ კი ბეა და ეს მაფიქრებინებს, რომ ეს სახლი ოდესღაც გადაკეთებული უნდა იყოს და ეს კი იბე სადღაც მიყავდა. სხვანაირად ძალიან უცნაური იქნებოდა, მაგრამ ეხლა აქ უბრალოდ ყველა დასუფთავების საშუალება აქვს შენახული, როგორც ხედავთ. და აქედან პირდაპირ სამზარეულოში შევდივარ, ძალიან ლამაზი, ულამაზესი სამზარეულოა, კედლებზე ხის მოპირკეთებით და ყველგან მიმოფანტული ნივთებით, ლამაზი დოქებით, ჩაის ჭიქებით და ყველაფრით. ხო, კარადა ჯერ კიდევ სავსეა. ჭიქებით, სუნელებით და ყავით. ზუსტად ისე, როგორც სამზარეულოში უნდა იყოს. მორთულობები ყველგანაა. შეხედე ამ სუნელების თაროს, რომელიც კედელზეა, ვაუ, ის ტრიალებს. შემდეგ შეგიძლია პირდაპირ ამოიღო აქედან ერთ-ერთი, რომლებიც მაგნიტებითაა მიმაგრებული. ისინი უბრალოდ მაგრდება, ღმერთო ჩემო. კარგი, ეს აღარ მუშაობს, რადგან მთლიანად დაჟანგებულია. უბრალოდ აქ გვერდზე დავდებ, მაგრამ მიხვდი იდეას, ისინი ტრიალებენ და მიმაგრებულია რაზე? მაგნიტებზე. ვიტრინა, სადაც ჩვენი ყველაზე ძვირფასი ნივთებია შიგნით. შეხედე ამას. სინამდვილეში იხვები ისევ აქ ცვანან. ისინი ვარგისია 2014 წლამდე. კარგი ჩემი. პატარა მაგიდა, ზედ კიდევ რაღაცები დევს. რა გვაქვს აქ, ვაუ, ეს სინამდვილეში სარდაფია, ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, მთლიანად წყლითაა სავსე, მთლიანად დადბორილია. არის რამე რისი ნახვაც შეგვიძლია აქ. არა, ვერ შეგვიძლია. აქ სუნია. ერთი რამ რაც აქ სამზარეულოში დავინახე არის ის, რომ აქ ძაღლის საწოლიც დგას, ასე რომ აშკარად ძაღლიც ცხოვრობდა ამ სახლში. მაგრამ ეხლა ძალიან საინტერესო ნაწილს ნახავთ ამ სახლისას. წავიდეთ, ავიდეთ ზევით ამ სახლის ლამაზ მეორე სართულზე. აქ ძალიან გრძელი დერეფანია, ხედავ, ვაუ, ეს რაღაც უნიკალურად გამოიყურება. ბევრი სინათლე შეიძლება შემოვიდეს ამ ფანჯრებგვერდიდან გვერდზე. აქ სიმეტრიაც ბევრია. აქ კიდევ ერთი სანადირო ქუდი კიდია კედელზე, მაგრამ ჩვენი პირველი კიბე მიდის ზევით ამ სექციისკენ, ამ სექციის პირველ ნაწილში. ამ მეორე სართულის, ამ საძინებლების. პირდაპირ შევდივართ საძინებელში, შეგიძლიათ ნახოთ ეს ბეწვის ქურთუკი, რომელიც აქ კედელზე კიდია და 100% დარწმუნებული ვარ, რომ ფრანსუას ეკუთვნოდა ივის ცოლს. ვაუ, შიგნით ოქროს ნაგერები აქვს. ხის კარადაა გვერდზე. მისი ტანსაცმელი აქ აღარ არის დარჩენილი, მაგრამ გვაქვს ეს ტყავის სკამი. არ ვიცი რა ტყავია, მაგრამ ტყავის სკამია. და კიდევ ერთი. ტყავის ჩანთა გულისხმობ, არა სკამი. აქ ბევრი საფოსტო ბარათია ჩამოკიდებული, კიდევ ერთი ჩანთა, ძალიან ბევრი ჩანთაა, ვაუ. ეს არის ევი და ფრანსუა, როცა ისინი ახალგაზრდები იყვნენ. ძალიან ვინტაჟური სურათია და აქ გვაქვს თვითონ საწოლი, ისევ გაწყობილია იმ დროიდან, რაც ის გარდაიცვალა, ჭაღი, ბროლის ჭაღი, ისევ კიდია ზემოთ. ლამაზი საწოლი ისევ თავის ადგილზეა, მის ქვეშ კი ტუმბოა, ყველაფერი ისევ ზედა. აქ არის რაღაცა კოსმეტიკის ჩანთა ან კოსმეტიკის მაკიაჟის ხუთი. აქ კედელზე ოდნავ სოკოა, ასევე არის ადგილი, სადაც ის
ქვედა სართულზე დერეფანში იშლებოდა, ასე რომ ალბათ სახურავში პატარა გაჟონომ გამოიწვია, აქ სითხის გაჟონვა. ამ ხარეს რა გვაქვს? აქ არის ეს ჩექვები, როგი და ნაში. ეს ძალიან ბედრიანი ჩექმებია, რომლებიც ამ სკამზე აწყვია. და სურათების კოლაჟი ეს ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო ანა თავისი ცხოვრების ძალიან უდანაშაულო პერიოდში, როცა ცდილობს შენი შვილების საუკეთესო გზით აღზარდო, მაგრამ ბოლოს ისინი ასეთ რაღაცას აკეთებენ. რა თქმა უნდა, არ ვიცი ოჯახის ისტორია ან ამის უკან დგომი ამბავი, მაგრამ ფრანსუას ყველა ტანსაცმელი ისევ აქ კარადაში კიდია. მისი ჩანთა ისევ ქვემოთაა, ესენი კი სავსეა მიღებული ფოტოებითა და საფოსტო ბარათებით. ოჯახისგან, რომლებიც წლების განმავლობაში მიიღეს. მაგრამ გონი აქ შიგნითაც არის რამდენიმე ფოტო. ან ეს ზეთები, არა ესენი უბრალოდ საფოსტო ბარათებია, ძალიან ლამაზები. ეს საოცარია. ეხლა ნახევარზე წერილებია უკანა მხარეს დაწერილი. ოჯახის მიმართ. მოდით ნახოთ რა გვაქვს აქ. კიდევ მეტი მაკიაჟის საშუალებები და ყველაფერი. ხის ფეხსაცმელები ისევ იქ აწყვია. შეხედე ამას. ეს ალბათ ანა ან ფრანსუა იქნებოდა, რომელიც იქ იმ ძაღლთან ერთად იჯდა, რომელიც სავარაუდოდ ქვემოთ საცხოვრებელ სივრცეშია. ეს ფოტოალბომია? ღმერთო ჩემო. ვაუ, ეს ფოტოალბომია, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა ოჯახის ონორის და ფრანსუას ფოტოებით. დღე, როცა ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. თაზე ასვლა, რომელიც თოვლითაა დაფარული და მგონია, რომ ეს სახლის გვერდითი კარია. ამ ადამიანების ამდენი მოგონება ჯერ კიდევ დარჩენილია ამ ადგილას. პადიოსნად რო თქვა დარწმუნებული ვარ, ალბათ ვერ შეძლო სახლის მემკვიდრეობა. ყველაფრის შემდეგ რას მოხდა და დღემდე ის ისევ ციხეშია. შეხედე ამას. ტყეში გადის. ეს გავს US ახალგაზრდობაში და ფრანსუას ახალგაზრდობაში. ვაუ. ეს საოცარი ფოტოალბომია. ეს ნამდვილი მოგონებების საგანძურია, რომელიც იქ დგას. ეს ერთგვარი ბუდუარი იყო, ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ ჩაეცვათ. ჯერ არ მithkoms, რომ აქ კიდევ ევის ტანსაცმელია დარჩენილი გარადებში. კარგი. ესეთი ბევრი რა. აქ კიდევ მეტი ფეხსაცმელია, მეტი შარვალი და ყველაფერი და სახლი. ლიანმა ახლა რაღაცა მითხრა, მან თქვა, რომ ეს კაცი სინამდვილეში სტომატოლოგი იყო. და ამას აქაც ხედავთ, აქ წერია სტომატოლოგი გოგი LSD. ასე რომ ევი სინამდვილეში სტომატოლოგი იყო. და ქვემოთაც რამდენიმე რამ დავინახე, რაც ამას მიუთითებდა და ამასაც მოგვიანებით აღვნიშნავ, სანამ ისევ გარეთ გავალთ. აქ ხედავთ ძაღლს იარაღით და ყველაფრით, ასე რომ ნადირობა მისი ჰობი იყო. აქ კიდევ უფრო მეტი ლპობა და ობი წარმოიქმნება, ვიდრე გვეგონა. აქ კიდევ ერთ იუხს და სკამს ხედავთ, ასევე რამდენიმე ამ ხის თოჯინას. ვაუ, კედლის შპალერი ძალიან მომწონს, საოცარია. კიდევ ერთი ბუდუარი. სავსეა ნივთებით. ეს არის შობის სცენა, შიგნით პინგვინით.
კარგი, ადამიანების სახლებში ყველაზე უცნაურ ნივთებს პოულობ. ეს სახლები სავსეა სიცოცხლითა და კრეატიულობით და ყოველთვის პოულობ რაღაცას, რაზეც ფიქრობ. კარგი, ამას ნამდვილად არ ველოდი. ყველა დასაცმელი ისევ აქა, კიდევ ერთი კარა და სავსეა ბოლომდე. ციგნებით და ასევე ცოტა მარჯნის რიფებითაც. ძალიან საინტერესოა. ისინი აშკარად ბევრს მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო, ბევრ ქვეყანას ეძვირნენ. და კულტურებსაც როგორც ხედავთ. და მე მჯერა, რომ სანამ ევა გარდაიცვლებოდა, ეს ალბათ მათი მთავარი საძინებელი იყო, რომელიც ეზოს გადახურებდა. ეს ალბათ ძალიან ლამაზი იყო. აქ ანტიკური სკამი დგას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ტყავის ჩანთადევს ზემოდან. ფრანსუა აშკარად ფუფუნების ნივთების მოყვარული იყო. კიდევ ერთი მშვენიერი სურათი დგას აქ. ეს უდაოდ ფრანსუას სურათია. უდაოდ და ეს ალბათ ევის სურათი უნდა იყოს. კიდევ საფული აქვედებს, ნახე? არის თუ არა რამე საინტერესო შიგნით? არა, უბრალოდ რაღაცების ჩასაწერა და აზედა მხარეს. კიდე ბუები ყველგან. შეხედე ამას, აქ გვაქვს ფრანსუას და ოჯახური ვახშმის ფოტოების დასტა. აი ისევ ფრანსუა და კიდევ ერთი ოჯახური ღონისძიება, ოჯახის შეკრება და ეს უდაოდ ამ სახლის შიგნითაა გადაღებული რაღაც დროს. კარა და ისევ მთლიანად სავსეა ტანსაცმლით. მართლა თუ დავიწყე ბუების დათვლას ამ სახლში, ამ ეტაპზე უკვე 100-მდე იქნებოდა. 1, 2, 3, 4, 5, 6, ყველგან არიან. ესენი საოცრად ლამაზი სურათებია, ვაუ. ისინი საოცრები არიან. მოვლენა მიმდინარეობს. ცხენით ჯვირითი. ევისა და ფრანსუას ერთად გადაღებული ლამაზი ფოტო. სკამი, რომელზეც ზემოდან იხვია დასმული. და რა თქმა უნდა, რასებოდით. მეტი ბუები ყველგან, მაგრამ ეს სახლის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დეტალია. აქ გაქვთ აივანი, რომელიც გადახურებს მათი სახლის ულამაზეს ეზოს. ვაუ, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. აქ ხავსი იზრდება. ამ ეტაპზე, მაგრამ უკანა ეზოში კიდევ რაღაც ძალიან საოცარია, სადაც ეხლა წაგიყვანთ. სანამ ისევ გარეთ გავალთ, მინდა განმარტოვებდე როგორც სტომატოლოგზე საუბარი. და ეს მაშინ გამოტოვე, როცა აქ ვიყავი. დერეფანში სტომატოლოგის ქანდაკებაა. აქ რო დგახარ, არის ქალი, რომელსაც კურნალობას უტარებენ. აქ არის თიხის ქანდაკება და ასევე მისაღებ ოთახში კიდევ ერთი მეტალის ქანდაკება ვნახეთ. დიახ, ვიღაცა სტომატოლოგია და ეს ნამდვილად ამტკიცებს თუ რა იყო ჩვენი ეივზის პროფესია ცხოვრებაში, მაგრამ ეხლა კარგი ფანჯრიდან გავალ. ისევ სახლიდან გავდივარ. როგორც ჩანს, ამ ადგილს უფრო მეტი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შეგვიძლია შევხვდეთ, რომ ეზოში გავიაროთ აქედან. ხო, აქ ნამდვილად დავიკარგებოდი. ეს არის ის, რასაც ნამდვილ ცხოვრებას ბუნებაში უწოდებ. ყველასგან შორს. მისი ნების, ნადირობის ახლოს. არ ვიცი უკვე თუ ხედავთ, მაგრამ აქ უკანა ეზოში პატარა სანადირო სახლი დგას და ალბათ ეს იყო იუეს თავშესაფარი, როცა ნადირობდა, ან არ ვიცი ზუსტად რატო არის ეს აქ, მაგრამ ეს ხის სახლი უკანა ეზოში აშკარად იყო ადგილი, სადაც ის მოდიოდა ნადირობისას. კარის მთლიანად გადახილია. დროთა განმავლობაში. და აქ შიგნით ჯერ კიდევ დგას საწოლი და ყველაფერი. ხო. დიდი ბუხარი ამ მხარეს, საკვამურით და ყველაფრით, ჯერ კიდევ რამდენიმე შეშის ნაჭერი დევს იქ. ბევრი ძროხის ტყავია.
და აქაც კი შეგიძლიათ ნახოთ ქალის ან ახალგაზრდა მამაკაცის სურათი და ასევე რამდენიმე რქიანი თავი ჯერ კიდევ აქ სანადირო ლოჟის შიგნით დევს. ამ მხარეს კიდე ბევრია. შენი მექანიზმი, რომელიც ტრიალებს. ქვემოთ ბრუნავს ბორბალი. ვფიქრობ, ეს უფრო კაცების თავშეყრის ადგილს გავდა. როგორც ხედავთ, აქ ბარიც არის. ალბათ მეგობრებსაც შეიგრებდნენ ლუდს და ასხამდნენ და დასაჯდომი სივრცეცაა, სადაც ერთმანეთის კომპანიით ისიამონებდნენ. როცა ძალიან დათვრებოდნენ, ალბათ აქვე სატოლზე ჩაეძინებოდათ. ასე ვარაუდობ ამ ადგილის შესახებ. რა სევდიანი და ღრმა ისტორია იყო ეს, მართლა ვიგრძენი ეს ყველაფერი ამ ადგილას, სიარულისას. იმედი მაქვს, ანამ მიიღო თავისი სამართლიანობა, მაგრამ გაზეთიდან ვკითხულობ, რომ მას 25 წელი მიუსაჯეს და ის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო, ასე რომ ალბათ დარჩენილი ცხოვრება ციხეში მოუწერს. იმედი მაქვს, ევა და ფრანსუა, თქვენ მშვენიერი ცხოვრება გქონდათ. ძალიან წუხვა, რომ ასე დასრულდა ყველაფერი. მაგრამ მიხარია, რომ მათ შეძლეს თქვენი სახლის დოკუმენტირება და ბოლოს ერთხელ მაინც ინტერნეტში გამოტანა. გმადობთ ყველას, რომ დღეს აქ ჩემთან ერთად იყავით. არხის ბული და ვებგვერდის ბული აღწერაშია. გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კარგი კომენტარი და ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო. შევხვდებით მომავალ კვირას კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი მსოფლიოს რომელიღაცა კუთხეში.